გასულ დღეს ევროკავშირის საბჭომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალ წესებს მხარი დაუჭირა. როდესაც ცვლილებები ძალაში შევა, ევროკავშირი შეძლებს, რომ ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმის სტატუსი გააუქმოს, თუ მესამე ქვეყანა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შესაბამისობაში არ იქნება. ასევე უვიზო მიმოსვლა შეიძლება გაუქმდეს, თუ ევროკავშირის ურთიერთობები რომელიმე ქვეყანასთან გაუარესდება, მაგალითად ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევების გამო. მექანიზმი უვიზო მიმოსვლის საწყისი შეჩერების 12 თვემდე გაზრდას ითვალისწინებს, ამჟამად მოქმედი 9 თვის ნაცვლად. ასევე შეიძლება საწყისი შეჩერების პერიოდი დამატებით 12 თვით გაიზარდოს. ახალი რეგულაცია ძალაში ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში მისი გამოქვეყნებიდან 20 დღის შემდეგ შევა. იგი სავალდებულო იქნება და ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოზე გავრცელდება. აქედან გამომდინარე, ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ საქართველოს შესაძლოა მალე უვიზო მიმოსვლის გარეშე დარჩეს და ამაზე პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებენ. თუ ამ ფორუმის მიზანი არის რეალურად გაფართოების საკითხებზე მუშაობა, მაშინ რატომ არ უნდა იყოს მიწვეული ქვეყანა, რომელიც ერთ-ერთი ფლაგმანი არის რეფორმირების და საუკეთესო პრინციპების დანერგვის, ეს ყველაფერი არ იხსნება, გარდა ერთადერთი ახსნისა, რომ არის მიკერძოებული მიდგომა საქართველოს პოლიტიკური დასჯის სურვილი და თუ რისთვის ისჯება საქართველო, ვფიქრობ, ეს ნებისმიერმა ქართველმა ძალიან კარგად იცის. იმ პირობებში, როდესაც არც ერთი ხას უსვევა, არც ერთი პუნქტი სახელშეკრულებულ ურთიერთობებში ჩვენს ქვეყანას არ დაურღვევია, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვან პოსტულატებს ევროკავშირთან დაახლოებისა საქართველოს პირნათლად და პირწმინდად ასრულებს, იგონებენ რაღაც კონკრეტულ წესებს, რომ ჩვენ ქვეყანას მოსთხოვონ პასუხი, ჩვენ ხალხზე მოახდინონ ზეწოლა და მოითხოვონ პასუხი იმისა, თუ რატომ სურთ ქართველებს ისევ ხელისუფლებაში ქართული ოცნება, ის ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იცავს ომისგან, ქვეყანას იცავს ეკონომიკური კოლაფსისგან. მოლოდინი სამწუხაროდ ვერ გვექნება პოზიტიურად. სამწუხაროდ კიდევ ვიმეორებ, იმიტომ რომ თავად ოცნება არ უტოვებს სხვა გზას და საშუალებას ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ ასეთ უკიდურეს ზონებზე დაიწყონ მსჯელობა, მაგრამ თავარია ჩვენ რას ვაკეთებთ. როგორ პასუხობთ ამ გამოწვევას. ერთადერთი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, სანამ ბოლო შანსი იარსებებს, ბოლო შესაძლებლობა იარსებებს, უვიზო მიმოსვლის რეჟიმს საფრთხე არ უნდა დაემუქროს, იმიტომ რომ ეს პირველ რიგში ქართულ ხალხს აისახება. არაპირებენ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს დაუბრუნდნენ 2028 წლამდე. ეს ხო მოცნების გაცხადებული პოლიტიკაა და ხა ამის შემდეგ რა უნდა უკვირდეთ, რომ არ იწვევენ. არ იწვევენ იმიტომ, რომ თავად ოცნებას არ სურს ევროკავშირი. არ სურს იმიტომ, რომ არ სურს დემოკრატია. არ სურს დემოკრატია იმიტომ, რომ დემოკრატიულ ვითარებაში ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას. ძალიან მძიმე მომავალი აქვს ივანიშვილის ხელში, ეს გამოჩნდა, იმიტომ რომ არანაირი დასავლური პერსპექტივა ჩვენ არ გაგვაჩნია, ნებისმიერი ბრმა რაც არის აქამდე სამწუხაროდ შენარჩუნებული ასევე არის განადგურების პირას, იმიტომ რომ ეს კაცი აყვარებს ამ ქვეყანაში დიქტატურას. უმძიმესი პერსპექტივა არის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ უვიზო მიმოსვლა არის სიკეთე, რომელთაც სარგებლობდა საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ მოზრდილი ნაწილი და ის იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის, განათლების და სხვა ასეთ ეკონომიკური მას შორის კუთხითაც და ჩვენ არაერთხელ საუბრობდით, რომ ივანიშვილის ეს პოლიტიკა ამ ხრივაც იყო ძალიან საშიში, ჩვენ მუშაობდით და რა თქმა უნდა, ეხლაც მუშაობთ, რომ ეს შეზღუდვა არ შეეხოს საქართველოს მოქალაქეებს. მოცულების შემდეგ თუ ევროკომისია გადაწყვეტს, რომ ჩვენთან შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა, ეს უფრო მარტივად გაკეთდება, ამიტომ ამ კუთხით რისკები გაიზარდა. მაგრამ უშუალოდ გვექნება თუ არა ეს მიიღებს თუ რამ გადაწყვეტილებას ევროკომისია. ეს უკვე ჩვენი და ევროკავშირის პოლიტიკური ურთიერთობების საკითხია. და ამ გადაწყვეტილებამ მხოლოდ ეს პროცედურულად გაამარტივა, მაგრამ იმედია არ დაჭირდებათ ევროპელებს ამ გადაწყვეტილების მიღება. ემიგრანტები ქვეყნის გარეთ არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ შეძლებენ. ქართული ოცნება ახალ საარჩევნო კოდექსზე მუშაობას იწყებს. ცვლილება ეხება ხმის მიცემის პროცედურას და გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში. საქართველოს ტერიტორიაზე ხმის მიცემის წესის დამკვიდრება ზრდის არჩევნების მედეგობას, ამცირებს გარე მოთამაშეების გავლენას და უზრუნველყოფს უფრო ადეკვატურ ინფორმირებულ არჩევანს. მისი თქმით, ეს მოდელი სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მოქმედებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ირლანდია, მალტა, ისრაელი და სომხეთი. 13%-ზე მეტი ქართული ეკონომიკის შედგება ემიგრანტების მიერ ყოველწლიურად თავისი ოჯახის წევრებისთვის გადმორიცხული თანხებისგან და როცა ამ ადამიანებს უგრძალებთ პოლიტიკაში, ასე ვთქვათ, ნებისმიერი ფორმით ჩარევას, იმიტომ რომ ერთადერთი ფორმა მათთვის არის, რა თქმა უნდა, არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ეს არის, რა თქმა უნდა,
ჯერ ესეთი კონსტიტუციის მთავარი პრინციპების დარღვევა ხო ადამიანებს ქართველობა ეკრძალებათ ფაქტობრივად და ძალიან უსამართლოა, როდესაც ეკონომიკაში ამხელა როლი უნდა კონდეს ამ ხალხს და პოლიტიკაში არანაირი როლი არ უნდა კონდეს. ჩემი აზრით ეს კარგი ასე ვთქვათ შანსი ემიგრანტებისთვის დაინახონ, რომ მათი ხმა თუ უნდათ რომ მათი ხმა მართლა იყოს გათვალისწინებული არჩევნების წინ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ფულს უგზავნიან სთხოვონ, წავიდნენ არჩევნებზე და ისე მისცენ ხმა, როგორც მათ ემიგრანტებს სურთ. თავისთავად შეიძლება არ იყოს სწორი მიმართულებით, ასე ვთქვათ, გადადგმული ნაბიჯი ქართული სენსორიდან, მაგრამ მეორე მხრივ კარგი სტიმული იქნება ემიგრანტებისთვის, რომ სერიოზულად დაფიქრდნენ რა ხდება ჩვენ ქვეყანაში. ეს არის საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტი, რომლის განხილვაც იქნება ძალიან მძიმე, იმიტომ რომ დღესდღეობით ქართულ ოცნებას ემიგრანტების ეშინია, რომ მათი მხარდაჭერის იმედი არ აქვს და აი ეს არგუმენტი, რომ ეს არის უცხოური ძალების გავლენის ქვეშ, რა ანუ ისმის კითხვა თუ ჩამოვლენ ეს ადამიანები საქართველოში, ასევე ისინი დაუჭერენ მხარს ოცნებას. ივანიშვილი ცდილობს მილიონზე მეტ საქართველოს მოქალაქეს წაართვას ერთადერთი რამ, როგორც მოქალაქეს დარჩენილს ემიგრაციაში აკავშირებს საკუთარ ქვეყანასთან და ეს არის საარჩევნო ხმის უფლება. ეს არის შესაძლებლობა მიიღოს საკუთარ სამშობლოზე გადაწყვეტილება. ივანიშვილი ამის წართმევას ცდილობს მილიონზე მეტი მოქალაქისთვის. ეს აჩენს ეჭვებს, რომ ივანიშვილი ემზადება ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის იმ პირობებში, რომ მან გააუარესა სამართლებრივი მოცემულობა, ის ეცდება, რომ ახალი პროპაგანდისტული ძალადობრივი მოქმედებების პირობებში, პარტიების აკრძალვის პირობებში სცადოს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ამერიკულ სკოლაში ბიზნეს კვესტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა საკუთარი ბიზნეს იდეები განახორციელეს და შემდეგ საკუთარი პროდუქტების გამოფენა გაყიდვა მოაწყეს. სწავლება 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბავშვებმა ასევე ჩაატარეს ბაზრის კვლევა და შეისწავლეს პროდუქტის შექმნის პროცესი. ისინი მთლიანი პროცესის განმავლობაში გადაწყვეტილებებს სრულად დამოუკიდებლად იღებდნენ. დღეს ბავშვებმა პირველად თავისი პირველი ბიზნესი გამოცადეს. ანუ სცადეს, რომ გაეკეთებინათ ბიზნესი. მოვიწვიეთ მათი მშობლები, ახლობლები და გირჩელები კიდე, რომლებმაც იდეაში ეს პროექტი შესაძლებელი გახადეს, რომ შემდგარიყო. და მე მგონი, პირველი შეიძლება იმიტომ, რომ ძალიან დიდი კეთილგანწყობა იყო კლიენტების მხრიდან, მაგრამ ყველას გამოვიდა ძალიან წარმატებული ბიზნესი. და მე მგონია, რომ ეს იქნება სტიმული მომავალში ბევრად უფრო უკეთესად და რაციონალურად რომ დაგეგმონ. ისინი თავადად იფიქრებენ და თანხმდებიან ამ ფარგლებში, მათ შეუძლიათ, რომ როგორც საკუთარი სასწავლო დღე დაგეგმონ, ისევე როგორც მაგალითად დღეს რა ბიზნესი გაეკეთებინათ, მათი გადასაწყვეტი იყო. ჩვენი ამოცანა უბრალოდ უყუროთ, რომ ერთადერთი რასაც ჩვენ არ დავუშვებთ, არის რომ არაფერი არ გააკეთონ. ანუ ამ სკოლაში არ შეიძლება არაფრის კეთება. დანარჩენი ყველაფრის კეთება შეიძლება იმ წესების ფარგლებში, რომლებსაც ისინი თანხმდებიან და ეს არის თავისუფლება. კვესტი, რომელიც მომავალში იქნება ჩვენი ორთვიანი სესიების, ყველა იქნება ასეთ ხელშესახები. 2 თვის ბოლოს მშობლები და სტუმრები მოვლენ და ნახავენ პრაქტიკულ მაგალითებზე თუ რა ისწავლეს მათმა შვილებმა. მაგალითად, გამომძიებლობანას კვესტის ბოლოს დანაშაულს მოვაწყობ და იმას გამოიძიებენ ლაივში. ექიმობანას კვესტის ბოლოს რეალურ დიაგნოზს დასვამენ და წამალს გამოწერენ და ასე შემდეგ. ესეთ პრაქტიკული და ცხოვრებისეული გამოცდილების მისაღები პროექტები გვექნება. ჩვენ გვეგმავთ, რომ წელიწადში რამდენიმეჯერ გავაკეთოთ და ამაში ჩავრთოთ არა მარტო ჩვენი ბავშვები, არამედ ჩვენი გარშემო სკოლებსაც და ესეთ იმ სკოლებს, რომელსაც შეიძლება დაინტერესოთ, შევთავაზოთ საშუალება, რომ ბავშვები მოვიდნენ ასე თავიანთ ბიზნესები მოიტანონ და დღეს გვაქვს ბიზნესი სკოლაში და დღეს ყველას აქვს თავის ბიზნეს იდეა და ყველა ყიდის. ამ ბიზნესისთვის გავაკეთეთ 6 კონსული ამ კვესტისთვის და ყველა მოიფიქრა თავისი იდეა. ზოგს წვენები აქვს, ზოგს ჯინჯერის ისინი აქვს და მე მოვიფიქრე ჰოთ-დოგის გაკეთება. ჩემი ჰოთ-დოგის ბიზნესი მიდის არც ველოდი ესე კარგად რომ წავიდოდა. დღეს არის ბიზნეს პროექტის დღე და დღეს ერთად ვაკეთებთ მთელი სკოლა ერთად ვაკეთებთ ბიზნესს. ანუ რაღაც პროდუქტებს ვყიდით. მე ვყიდი ლაშს,
სალომე ყიდის ჯინჯერობათმენებს, რეზი წვენს და ყველა ესეთ რაღაცებს ყიდის. ძალიან ბევრი გავყიდე და უშოვე 80 ლარი. ანუ 30 ლარი მოგებაში ვარ, რადგან 50 დასაბრუნებელი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 146 შეკვრად დაფასოებული 35 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა ამოიღეს, რომლის საერთო ღირებულება შავ ბაზარზე დაახლოებით 3 მილიონ ლარში ადგენს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე 1993 წელს დაბადებული პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებული საცხოვრებელ სახლში მოწყობილი სპეციალური სამალავიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები ამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 47 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ბოლო დღეებში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან გაძევებული იქნა ეგვიპტის, ეთიოპიის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, კამერუნის, კენიის, კონგოს, კუბის, ნეპალის, ნიგერიის, რუსეთის, სუდანის, შრი-ლანკის და ჩინეთის ჯამში 47 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.